მოგესალმებით ლევანი მასწავლებელი, ამ ვიდეოში გავიბლით Arduino Python-ის კურსის პირველი იუნიტის მე-14 კვეთავს. Შემოვედით CodeHS პლატფორმაზე, შევედით აი ამ კურსზე, Arduino Python-ის კურსზე, ვიდეოები და შევდივართ პირველი იუნიტის მე-14 კვეთავზე, სადაც ვართ გაჩერებული. პირველი ვიდეო, მეორე კვიზი და შემდეგ შევდივართ მესამეში, სადაც დაწერილი კოდი გვხვდება და უნდა გავარჩიოთ ეს კოდი. რა არის აქ დაწერილი XX დავაჭიროთ. ესე იგი ეს კომენტარი არის, speed არის, სიჩქარე არის მითითებული. ესეც კომენტარი არის, ეს მრავალსტრიქონიანი კომენტარი, ხოლო ეს ერთსტრიქონიანი კომენტარი. შემდეგ აქ კოდი წერია ფენაფი, რომ კალამი აიღოს და წამოვიდეს ამ პოზიციაზე -180 და 0. როგორც ვიცით, დასაწყისში აი ცენტრში იმყოფება, რომლის კოორდინატები არის 0 და 0 და მარცხნივ -x, ანუ -180 აი ამ წერტილში მოიყვანს, ხოლო y პოზიცია არის 0. შემდეგ for I in range, ანუ 10-ჯერ აკეთებს აი ამ კოდს, ანუ ეს for loop-ი არის, რაც შიგნით წერია და ტაბით არის მარჯვნივ გამოწეული, ამას აკეთებს 10-ჯერ. ახლა რას აკეთებს? კალამს დადებს, შემდეგ წრეს ხატავს. ოღონდ ახლა ეს რას ნიშნავს? ესე იგი 20 პიქსელი რადიუსის მქონე წრეს ხატავს. თუ წრეს დახატავს სირქლს, ამ შემთხვევაში აი ამ ბრძანებით შეგვიძლია წრეც დავხატოთ და მრავალკუთხედი დავხატოთ, ოღონდ წრეზე ან ნახევარწრეზე. ახლა როგორ ხატავს ამას? ესე იგი პირველ რიგში წრეს ხატავს 20 პიქსელის მქონე და იწყებს შემოხაზვას და 360 გრადუსით დატრიალდება. აი ნიშნავს აი ამ ცვლაც, რომელიც თავიდან 0-ს უდრის და შემდეგ იზრდება 10-მდე. შემდეგ კალამს აიღებს და წინ წავა 40 პიქსელით. ახლა მოდი გავუშვათ და აი ვნახოთ, რომ ამას ხატავს და ახლა როგორ ხატავს ამას. პირველ რიგში ეს დავაკომენტაროთ. და აი ეს ბრძანება არის, ახლა აქ თავარი Ctrl+C და ქვევით ჩამოვიტანოთ Ctrl+V. აი აქ წამოვიდა და წრე დახატა, აი ეს მაგივრად ჩვენ რო დავწეროთ მაგალითად 0 წამოვიდა და ერთი წრე შემოხაზა, მაგრამ ფენდაუნი არ გვაქვს დაწერილი. Ctrl+C, Ctrl+V. აი ეს წამოვიდა და აი ეს ერთი წრე შემოხაზა. თუ აქ ერთს დავწერ, მაშინ ერთი კუთხე გააკეთა, ხო, ერთ კუთხეს ვერ გააკეთებს და ამიტომ ფაქტიურად აი წრეზე დატრიალდება. აი აქ წრეზე დატრიალდება იგივე ადგილზე. თუ აქ ორს დავწერ, ამ შემთხვევაში 360 გრადუსზე გააკეთებს ორ კუთხეს, ანუ ხაზს, ხო, ანუ ზევითავა და ქვევით ჩამოვა, ორ კუთხეს გააკეთებს. თუ აქ 3-ს დავწერ, მაგ შემთხვევაში 360 გრადუსზე გააკეთებს 3 კუთხეს, ანუ 3 კუთხედს, 3 კუთხეს გააკეთებს 360 გრადუსზე, ანუ 3 კუთხეს. თუ აქ 4-ს დავწერ, მაშინ 4 კუთხეს გააკეთებს, ხო, ანუ 4 კუთხედი გამოვა, კვადრატი გამოვა. ახლა 20 ნიშნავს, რომ 20 პიქსელი იქნება ამის გვერდი, წრის შემთხვევაში აქ 0 თუ მექნება, მაშინ 20 პიქსელი რადიუსი იქნებოდა ამის მნიშვნელობა. 5 თუ მექნება, უკვე 5 კუთხე ექნება ჩვენ ფიგურას და 360 რას ნიშნავს? 360 ნიშნავს, რომ 360 გრადუსზე გააკეთებს ამ გვერდებს. თუ აქ 180 დავწერ, ანუ წრის გრადუსული ზონა ხო 360-ია და 180 უკვე მისი ნახევარი, ხო? გავუშვათ და აი 5 კუთხეს უკვე 180 გრადუსზე გააკეთებს. თუ აქ 0-ს დავწერ, მაშინ ნახევარწრეს გააკეთებს და წრეს აღარ გააკეთებს. მიხვდით ხო? ანუ თუ აქ 90-ს დავწერ, მაგ შემთხვევაში მეოთხედ ხაზს, ანუ წრის მეოთხედ ხაზს გააკეთებს. თუ აქ 5-ს დავწერ, ამ შემთხვევაში წრის მეოთხედზე, ანუ 90 გრადუსზე და ხატავს 5 კუთხედიან ფიგურას. აი აქ ბევრი კუთხედი აქვს ახლა და არც ჩანს. აი 2 რო გავაკეთოთ, უფრო გამოჩნდება, აი 2 კუთხე გააკეთა, 1 და 2. მოდი ეს ცოტა გავზარდოთ, მაგალითად 100 გავაკეთოთ და უფრო გამოჩნდება. აი 1 და 2, ანუ 2 გვერდი. შემდეგ 3 რომ გავაკეთოთ, ამ შემთხვევაში 1, 2, 3 გვერდი გააკეთა. თუ 5-ს გავაკეთებთ, 5 გვერდიანს გააკეთებს და ასე შემდეგ. აი 5 გვერდიანი თითქმის არ ჩანს, აი წრესავით არის, ხო?
10 რომ გავაკეთოთ, ძალიან მცირე გრადუსები, ანუ არ გამოჩნდება აქ 8 წერტილში არის კუთხე გაკეთებული. კარგი, მგონი გავიგეთ, ესე იგი ეს რადიუსი, ეს რამდენ გრადუსზე დატრიალდეს კუ 360 თუ იქნება იგივე პოზიციაზე დაბრუნდება, საიდანაც დაიწყო, აქ კიდევ რამდენი გვერდი ან რამდენი კუთხე გააკეთოს. აი, ეს დავშალეთ, ახლა დავბრუნდით ისევ ამ კოდზე, ესე იგი თავიდან 0-ს როდესაც უდრის წრეს ხატავს, აი, როდესაც გაიზრდება ამ შემთხვევაში წერტილს ხატავს, ან ადგილზე ტრიალებს. შემდეგ აი, როდესაც 2 გახდება ზევით და ქვევით, 3 როდესაც გახდება 3 კუთხე და 3 გვერდი გვექნება, 4 როდესაც გახდება 4 კუთხე, 4 გვერდი გვექნება და ასე შემდეგ. აი, იზრდება ტისტოლი, როდესაც გახდება, გააჩერებს აი ეს for loop-ი მოქმედებას. გავუშვათ 1, 2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10. არის წესით გასაგები არის next. დავაჭიროთ, გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე და შემდეგ დავალებაშიც აი ასე მსგავსი უნდა გავაკეთოთ. ერთი და იგივე წერტილიდან. ახლა რას ვაკეთებთ? მაგალითად, თავიდან მოდი speed-ი მიუთითოთ, პირველ რიგში speed-ი იყოს 5 პირობითად, ჩამოვედით ქვევით. შემდეგ ნახეთ თუ დაუკვირდებით, აი show exercise დავაჭიროთ, ქვედა პოზიციაში უნდა ჩამოვიდეთ. აი set position უნდა იყოს 0 და -150. შეგვიძლია პირდაპირ ჩავაკოპიროთ აქ 0 და 150. შემდეგ აუცილებლად აქ ფენაფი გვინდა მანამდე, იმიტომ რომ ვფიქრობთ რომ ჩამო აი ამ ხაზს დახატავს. ფენაფი გვინდა აქ აუცილებლად ფენაფი ჭრილები და აი აქ უკვე ფენდაუნი, ფენდაუნი, რომ კალამი დადოს და დაიწყოს დახატვა. გავუშვათ თავიდან ჩამოვიდა, არაფერი არ დახატა. ახლა რადიუსი გვინდა 20, აი აქ გვაქვს მოცემული, რადიუსი უნდა იყოს 20 დასაწყისში, ანუ შევქმნით ცვლადი რადიუსი, რომელიც გავუტოლეთ 20 და შემდეგ უნდა დავხატოთ პირველ რიგში წრე, ანუ circ დავიწყეთ, აქ რადიუსად მიუთითეთ რადიუსი, ანუ არა 20, არამედ რადიუსი უკვე ცვლადი გამოვიყენეთ და ეს წრე უნდა გააკეთოს მთლიანად 360 გრადუსი უნდა დატრიალდეს კუ, ანუ 360 მძიმე და აქ მაგალითად დაწერეთ პირველ რიგში 0. ჩამოვედით ქვევით. ახლა აქ დახატავს ერთ წრეს, მაგრამ ჩვენ ეს უნდა ჩავსვათ for loop-ში, სულ უნდა გააკეთოს 7 ფიგურა და ბოლო უნდა იყოს 6 კუთხედი. ესე იგი, ეს უნდა ჩავსვათ for loop-ში, for I in range. გადავედით ბრჭყილი გავხსენით და აქ ჩავსვათ 7, გადავედით გვერდზე 2 წერტილი, ეს ჩამოვედით, მოვნიშნეთ და ტაბით გამოვწიეთ მარჯვნივ. ახლა თუ აქ 0-ს დავტოვებ, ამ შემთხვევაში ეს გააკეთებს ანუ აქ გააკეთებს 7-ჯერ ამ წრეს, ხო? ამიტომ აქ უნდა ჩავწერო მე i, რადგან თავიდან i 0-ს უდრის, მერე იზრდება i და ხდება ერთი სტოლი და იქ წერტილს დახატავს, მერე i გაიზრდება 2 სტოლი გახდება და ხაზს დახატავს, მერე 3 კუთხეს დახატავს და ასე შემდეგ. მოდი გავუშვათ და კიდევ რაღაც დაგვჭირდება აქ, აი ნახეთ, ყველაფერი აი აქ დახატა. ისინი ამ დილაში მე რადიუსი თუ მივუთითე თავიდან 20, შეგვიძლია აქ length დაგვეწერა, ნუ იყოს რადიუსი. ცვლადსაც დავარქვით. რა აქვს მნიშვნელობა? აქ რადიუსი თუ მაქვს მითითებული და თავიდან არის 20 სტოლი, შემდეგ ეს რადიუსი უნდა გავზარდო 20 პიქსელით ყოველ ჯერზე. ესე იგი, აქ მე რადიუსი ლიუს უდრის 20 შემიძლია დავწერო და გავუშვა. 1, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7-ს დახატა. Submit continuous დავაჭიროთ, წესით უნდა ჩაგვეთვალოს, კი ბატონო ჩაგვეთვალოთ, გადავედით შემდეგ ქვეთავზე.